წავიდეთ ვიყიდოთ კომბოსტო. არ ვიცი რატო ატყდა ეს ჩემი შვილი და დილიდან ხალხო გინდა თუ არა ესაო რა ქვია ბორში გამიკეთეო ხო და დავტოვე ხა მანანასთან ბიცოლა ჩემთან უნდა გავიქცე და ვიყიდო ყველაფერი და გავუკეთო ბორში. არ ვიცი დღეში ვაღარ ჩაჭამოს ბორში და სხვა რამე მიირთვას, მაგრამ ხოლისთვის მაინც ხო იქნება. ჩანთა რამე მოსაცმელი, იმიტომ რომ ცოტა აკრილდა. ხო და წავიდეთ. და მე გაჩვენებთ რა გამომიგზავნეს ძალიან ესე ახლოდან და კარგი განათებით. ულამაზესი სანთლების საოცარი სურნელით, ასე რომ წინ სიამოვნებაგელოდებათ. ჩემი და ქალი წერს შეცხვირზეო კომენტარი იყო და მე რო შევედი აღარ იყო და დამეწერაო პასუხი. სანამ მე მოვიფიქრე აღარ იყო და რა გინდათ ამ ჩემ ცხვირთან? ანუ ნახე ამ პროფილით არ მაქვს ცუდი. ამ პროფილით არ დავენახები, იმიტომ რომ კატასტროფა მჭირს. აქეთ ამხარე, ანუ შეიძლება რომ გამოვიყენოთ და წინასაც არ აუშავს. ეს ნახეთ როგორი ცუდია, რაღაცა სხვანაირად მიდის. აქეთა კარგია ბევრად. მაგრამ ისე რომ ეხა ყურადღება გამახვილო ამაზე. ანუ ჯერ საერთოდ რატო უნდა გამახვილო, მაგრამ ზოგადად რაღაცა ძალიან არ გონია სწორი გოგოები. ცოცხალი ვარ. სუნთქავ, რა დროს ცხვირია ერთი შენი ჭირი მე. მითხარი, ამ ჩემ დაქალს ონომეთ საქმე არ ქონდა მეთქი შენ. მე შედიოდი რომ პასუხი გაკეთე. წერონ მე ვთხარი რა. აი რო წაშალა რა მე ვთხარი, მე მიხვდა რომ უიდე და რაღაცა, ანუ უშლით ხოლმე ეგეთ რაღაცებს. მოვიდო მკინახავ, არის ხოლმე მე იქ წაში რაღაცებში, მაგრამ რაში მაინტერესებს ახლა გეხვეწებით. ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს. всё, მეტი არაფერი არ მაინტერესებს მართლა. პანტაპუნტით იხოცებიან ჩვენი ახალგაზრდები, ისეთი ამბავია და ხელა რაღაცები ხდება საქართველოში. რაში მითარდება ახლა შენ ცხვირი მოგწონს ხო? მაინე გავიქცეთ ახლა. ვერ გადავწყვიტე მარშრუტკას გავყვე და იქით გადავიდე თუ აქვე ჩავირბინო მეტროსთან, ანუ ცოტა ვერ გადავწყვიტე. ხო და ვნახავ თუ მარშრუტკას დიდი დრო აწერია, ვერ დაველოდები ვერაფრით და წავალ ფეხით დაბლა. თუ მალე მოვა, დაველოდოთ და წავიდეთ მარშრუტკით. როგორც ყოველთვის, საერთოდ რადარებზე არ ჩანს. მე ეს ბაზართან რო გადავდივარ, არასოდეს არ მიმართლებს ხოლმე. რატომღაც არ ვიცი, რატომ არ მიმართლებს. ამიტომ რადგან ჩემ შვილმა პირველად ინატრა ასე წვნიანი ოღონდ, თორე ისე კვერცხი და ის კი ბატონო, წვნიანი. ანუ ჩემთვის ხო ხვდებით ახლა გარეთ გასვლა რას ნიშნავს. მაგრამ მარიკოსთვის მსად ვარ. წავიდე ფეხით და მოვიტანო კომბოსტო ჭარხალი. სტაფილო და ხახვი მაქვს. კიდე კაი გამახსენდა და იგენიც არ ვიყიდე. იმდენი სტაფილო მოუტანა მამამისმა, გეგონება ქორწილი მქონდა. მაშტკა ხوار მოდის არ გამაგეჟოთ. საერთოდ არ ჩანს კვირა დღეროა. არ დადიან ხშირად. ამიტომ მეთქი უნდა წამომეყვანა. წავიდეთ ედიკო ვიყიდოთ და ბიცოლა ჩემ არ გინა უკაცო დატოვება შუ ახლა კიდე. როდის ჩავაცმევდი, როდის დენი არ გქონდა. ასე რომ სულ სანთლებზე უკვე გადავიღე 2 ვიდეო. დავდებ ღამე
თუმცა რა თქმა უნდა თქვენთვის ცალკე გადავიღებ. რამდენიმე აიმე წინსკლავს. აიმე და სარეცხი. გამშრალი სარეცხი დამისველდება. დავიღუპე ხალხო. გამშრალი სარეცხი დამისველდება. რამდენიმე სანთელი ჩემებს უნდა ვაჩუქო. დავპირდი. ახლა საკმაოდ ბევრი გამომიგზავნა. დიდი მადლობა. უღრმესი. ადრე ვიყიდე დიდი ბალონით. რაიმე რომ მოდიოდი გარეთ ძაღლები გამოცვიდნენ იმ ხელახმაზე ვკიოდი ხალხო ორი ამახტა კიდევ კარგი რომ ეპატყნე გამოეკიდა არ იკბინებაო მაგრამ იმ ხელაზე ამომახტა არ ვიცი ზოგადად ამ შიშს რა უშველო და საერთოდ თუ გადავლახავ ამ შიშს არ ვიცი არ მგონი მე თუ კიდე შიშიდან ნერვიულობა მინდოდა კიდევ კაი რო გამოყვა სანამ ჩამოირბინა კიბეზე სამჯერ კი ამახტა მაღლა იმ სიმაღლეზე ახლა ხაზი ვკივდი ყელი მიტკინა სავარაუდოდ ყველამ გაიგო მთელმა უბანა ჩემი კივილის ხმა აქ მივიდეთ ხელბოსტანია მხოლოდ და მხოლოდ აქ ამ დღეებში ხალხო ამ დღეებში რა მომდევნო შაბათ-კვირას ხომ არ გავაკეთო ბულგარული სტაფილო და რაღაცები ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი დრო უნდა. ესეც 6 ლარის მასალა რაც გჭირდება. გადი ძაღლო რა აღარ მინდა, ეხლა შენც არ მომიახლოვდი, არ შემარყიო აქ. გული არ გამიხედო. ისოს წამოგორებულ ხარ შენ აქ საკვები ექსთან, ჰა? ელარ ნახოთ ვიყიდე. მოვქანდი, მოვედი. ხო და სანამ ჯერ ისევ კარგი განათება მინდა რომ გაჩვენოთ ის სილამაზე, ის სათუთე რომელიც გამომიგზავნეს. ანუ ძაღლის ამბავის გაგონება აღარ მინდა, საერთოდ ძაღლების გაგონება აღარ მინდა. ფეხების კანკალი ვერ გავიჩერი, აფთიაქში კორსიზები ვიყიდე. ახაც მეკანკალებს ფეხები. კარგ ნაწილზე გადავიდეთ, რომელიც გამომიგზავნეს სიყვარულები და სიხარულები. ეს არის დალუმა გალერის საჩუქარი, სურნელოვანი სანთლები, გოგოებო, ნახეთ როგორ გამოიყურება ხალხო, ანუ მოიცათ უკეთესად უნდა გაჩვენოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი დალუმას სურნელოვანი სანთლები, რომელსაც ამზადებს ნუკი, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ყავს შვილები, მცირეწლოვანი და თავისი უსაყვარლესი მცირე ბიზნესი, რა თქმა უნდა, დალუმას სჭირდება განვითარება და მე სულ ვიძახი, რომ ნიჭიერ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა და ძალიან სჭირდებათ ხელშეწყობა, მით უფრო როცა ბიზნესი ხება საქმე. ეს უკვე ავანთე, ეს დათუნია, მინდა რომ ახლა გაჩვენოთ ერთი წუთით. გადავიღე ვიდეო შესაბამისად ეს უკვე მენთო, ნახეთ როგორი საყვარელია. რა თქმა უნდა ეს ჯოხსია დამაგრებული, იმიტომ რომ როგორც თაიგული ისე იყოს შეკრული. ნახეთ როგორი საყვარელი და ლამაზია. აი ულამაზესი ხელნაკეთი რაღაცები აქვს გოგოებო. შეგიძლიათ გადახვიდეთ. სხვათა შორის გეტყვით რომ დალუმას ამ ეტაპზე აქვს გათამაშება და თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ დალუმას გვერდზე
და მათი პირობები შეასრულოთ, ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის გამოწერა, მათი პირობები შეასრულოთ და ჩაერთოთ იმ გათამაშებაში, რაც მითითებული ექნებათ მათ საკურთა გვერდზე, რომელიც არის აპინული, ასე რომ შეგიძლიათ მარტივად ნახოთ. ამას უყურეთ ხალხო, მოიცეთ კიდე უნდა გაჩვენოთ ახლოდან, ანუ ეს სილამაზე შორიდან არ შეიძლება რომ ნახოთ. ამას შეხედეთ. ნახეთ რა ლამაზია. ამას უყურეთ ხალხო, რა ლამაზია. ხედავთ ხო? თქვენც ხედავთ. მოკლედ ვარ ძალიან ბედნიერი. რამდენიმე უნდა გავაჩუქო. ჩემს გოგოებს უკვე დავპირდი. ეს დეკორია რა თქმა უნდა. ხო და აუცილებლად გავაკეთებ ისე, რომ მე და დალუმას გქონდეს რაღაცა გათამაშებას ერთობლივი. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ახლა მხოლოდ ნუკის აქვს გათამაშება და ასე რომ შეგიძლიათ ჩაერთოთ. სურნელი აქვს საოცარი ხალხო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მე არ მიყვარს, როცა გადაწუხებული სუნები აქვთ ხოლმე, იმდენი რაღაც ურევია შიგნით და აქვს ძალიან ისეთი სასიამოვნო, აი რისი სუნი აქვს თეთრი შოკოლადი რო არის დაახლოებით რძიანი როა, აი იმის სუნი დაკრავს და ხო ძალიან ლამაზია. ხო და ძალიან დიდი მადლობა. გარდა იმისა, რომ სანთლებია სასწაული და ლამაზი და სურნელოვანი, აი არ შემიძლია ხალხო აღნიშნო, აი ეს შეფუთვა, აი ამ შეფუთვას უყურეთ უბრალოდ, რა შეფუთვა აქვს, როგორი ლამაზია, დახვეწილია, ასე რომ დაუდგეთ გვერდში ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც ძალიან ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ხო და გადავიდეთ აი ამ გვერდზე, რომელსაც რა თქმა უნდა სადმე დავურთავ კიდეც ფოტოს და გამოვიწეროთ მისი გვერდი და ჩაერთეთ ხალხო გათამაშებაში, კაცს მარიცის ვინ რას მოიგებ და გაიმარჯვებთ. ასე რომ ჩავერთოთ. ჭირდება აუდიტორია, ბიზნეს ჭირდება აუდიტორია აუცილებლად, იმიტომ რომ დაიწყოს რეალიზაცია. ხო და ჩვენი პატარების დედიკოს შეუწყოთ ხელი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, ხამე რა უნდა გამხარებოდა ხალხო. აი, კარი რო გავაღე და ეს დამხვდა, კინაღამ გადავირიე. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ დოდონას ახარებთ თქვენი ძალიან სერიოზული ნამუშევრებით, იმიტომ რომ თვითნასწავლია ხალხო. ეს გოგო არის თვითნასწავლი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ ხოლმე რა, რომ აი ადამიანი, ვისაც მე მხარს ვჭერ, თვითნასწავლია, ხო და ძალიან დიდი მადლობა შენ. ასე რომ ნახოთ გათამაშებაში თუ ჩაერთვებით, თუ აღმოჩნდება ჩემი რომელიმე გამოცერი აქედან გამარჯვებული, ძალიან საინტერესო იქნება. აქვე. მოკლედ ჩემი კეთოს საჩუქარი რომ ჯერ არ მივიცი, იმიტომ ვერ ვნახე. მზადდება ასე ვთქვათ ბარტერის ამბავი, ხო და ნახოთ ჯერ არ მცალია, იმიტომ რომ ბევრი ბარტერები დამიკროდა და რაღაცები მაქვს გადასაღები და ამისათვის დრო არ მაქვს. თუმცა ახლა მომავალში ვაპირებთ, რომ იყოს რაღაცა საინტერესო ბარტერი, ხო და ვნახოთ რა იქნება, მე ძალიან მაინტერესებს. მივდივართ წინ ბატონო. გემრიელია კომბოსტოები. გემრიელია ხო საყვარელი? კომბოსტოებით გემრიელია. პური მიაყოლედე. პური სად მაქვს? მაიმი. დამოვიღე. ყოჩახდე. ისე უნდა მიირთვა დედა რომ არის მოდეს კარგი? დილანშტობის მეგობრებო, წავიდეთ სამსახურში. მოგრიალებს ჩვენი თეთრი რაში. ცოტა დააგვიანდა. ნელადე. ჩემო მარიკო მდეო. დაუწებიო შოკოლადე მიყიდეო და ვუყიდე. რომელიც მოხა თვითონ მოწონს რა. გემო არ გაიქცედე, ხო და ვუთანხმდები. მომეციდედიკო ხელი. ვუთანხმდები რომ ანუ როდის უნდა მიირთვას, რომ დილით არ უნდა მიირთვას და ამაზე საუბრობთ მოკლედ. დედიკო. რა იყო დედა მეთქი?
მომეცდე. ჩემთვის კი არ მინდაო. მე თქვისთვის ალბათ ჩემთვის ვიქო. ვისთვის დედიკავ მეთქი და თამუნა მასწავლებლისთვის. ორივეს თან უნდა ქვია, მარიკოს პედაგოგებს და რაღაცეთ ისე გამიხარდა, რომ რაღაცა მოუნდა ბავშვს, რომ გამოეხატა თავისი სიყვარული ამით და ბატონ როგორ არ მინდა დედა ხო ვუყიდე? მომეცი საყვარელო მე როგორ არ მინდა დე? ახლა და ისე გამიხარდა რაღაცნაირად, რომ ბავშვი ეს გზნობა არის, რომ უნდა რომ გახაროს. დედა ორივე სიადა, იმიტომ რომ ორივეს თამუნა ქვია და შენზე ზრუნავს ორივე. გესმის საყვარელო? ყველა ბავშვზე ზრუნავს, რა თქმა უნდა. გამოდი. დღესახევარ სამსახურში უნდა ვიყო, მორიგე ვარ, თუმცა ნელა 20 წუთზე სამსახურში ვიყო. ვის უყიდე შოკოლადი? ყავაზე უნდა მიაყოლონ თამუნებმა დე. მაგიტომ აყიდინე? მარიკო, გიხარია რომ გიყიდა დედა? გიყიდი დიდია ბარა, წავე. დღეს მორიგე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დილიდან აქ ვარ და ამხელაზე მუსიკა. ერთი შტატივი უნდა მოვიტანო აქ და დავდო რომ აი ესე გიყუროთ თვალის გუგებში. საღებავები. მასაც ვიყენებთ. ბატონო. გოფსოსე პატარა. გუაშებიც. ეხლა რომ ვადარებ, აი ისმის გასაწორებელი რო ვიყიდე. ზუსტად ისეთივე როგორც მქონდა. ცუდი არ არის, ანუ, მაგრამ იმას რომ ჩამოვისვამდი, ეთყობა ახალი გამოსული იყო და ხარისხი იყო ძალიან მაგარი. გასლიკინებული მქონდა, აი ესე მთელი დღე კი ერთი კვირა რო არ დამებანა თავით, ეხლა ეთყობა რამე გასლიკინებულს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად მომწონს, ვიდრე სხვები ბევრად. უბრალოდ თუ შევადარებთ, ცოტა ხარისხი, ანუ ისეთი გამოსული აღარ არის, როგორც იყო. რას ვიზავთ? კმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, იდეაში უფრო კარგი იყო, მაგრამ ესეც ძალიან მომწონს. ხო, სად იყიდეო და გეტყვით უცებ, სად ვიყიდე, ვაგზალზე ვიყიდე, გოგოებო. მე როგორ უნდა აგიხსნათ, სად ვიყიდე. ძეწკიმის დაბალაც ტელეფონში ჯიხურობ და რაღაცები რო არის, მაგას უნდა გაყვეთ. და ჩასახვევში ასა შიდა შესასვლელები რო დაბლა ლაღიძეც რო არის, იმ ტერიტორიამდე სანამ მიხვალთ, ჩაუხვევთ თუ არა, იქვე არის პირველი არა და მეორე შესასვლელში ორნაბიჯი შესახვევიდან ქვია და შეგიძლიათ შეიცინოთ, ნამდვილად ძალიან კარგია, უბრალოდ თუ შევადარებთ აი იმას, რაც იყო არ დაიდენტური ვიყიდე ვითომ ხო? ოდნავ მოიგოჭილებს, მაგრამ ძალიან კაია მაინც. ხო და ესე ჩემი ჯგუფის ბავშვების ზედასართული პირველი ერთი ბავშვი მოვიდა და მეორე პედაგოგი იქ არის, ჩემს დაბლა ჯგუფში ჯერ არ არიან ბავშვები, მაგრამ მოვლენ ერთდროულად იციან მაგათ მოსვლა. ხო და თან მორიგე ვარ. მორიგე ანუ მარტო მე კი არა, მე და ჩემი მეწყვილებად მორიგეები. ვფიქრობ ოქტომბრის ბოლოსკენ გავიკეთო შილაკი, თუ გავიზრდი ოღონდ ფრჩხილს ნახეთ ბოლომდე მაგ დაჭრილი. ცოტა ანუ ამ ფრჩხილზე შილაკს ნამდვილად არ გავიკეთებ. მინდა რომ მოვიზარდო, ძალიან არა ოღონდ რომ ბავშვებს უცებ ჩაყულკა ფრჩხილი არა. ხო და გავიკეთო. პრინციპში, კაი დასვენება გამოსდის ფრჩხილებს, ისეთი დაზიანებული იყო ხალხო წესით, მე რომ ნამუსი მქონდეს 1-4 თვე არაფერი უნდა გავიკეთო, მაგრამ აი ნახოთ რა. მაგრამ ბოლო ჯერ რამდენჯერაც გავიკეთე, ხან იქაცრო, ხან აქაცრო, რაღაცა ძალიან ხო და რა ვიცი. ხან ახლა ვფიქრობ, სულ არ მინდა ეს შილაკი. რა ვერ გავიკეთე. შეგავაკეთო. ძალიან ახლო მსკდარი, მაგრამ იმედია მოგეწონათ სანთლები ამაზე.
Saquareli. ახალ წელს სახალწლოთ უბრალოდ სანამახაზელი დადგება იქნება ჩემს დოდონას გვერდზე გათამაშება სავარაუდოდ იგეგმება მოიცაც არის აფოდიში უშუალოდ გათამაშდება დოდონას ბლოგის გვერდზე მაგრამ რა თქმა უნდა გამოიწერონ დოდონას ბლოგიც და მათი გვერდიც ბუნებრივია როგორც ხდება ყველა გათამაშებაში ხოთა ვნახოთ ვის გადაეცემა სანთლები რომელიც სავარაუდოდ იქნება საახალწლო ბუნებრივია არ ვიცი ნაძვისხებ თუ რას აარჩევს თავად აარჩევს ზარია ხოდა ძალიან მიხარია ჩემს აუდიტორიასაც გავახარებ ვინც ზუსტად 7 ჯერ გავბრუნდი და შევუბრუნდი სადა ვიდეოს დავიწყებდი მოკეთ რას ვაპობდი ჩემს აუდიტორიასაც გავახარებ ვინც ნახავს ვიდეოს არ აქვს მნიშვნელობა ჩემი იმ წამინდელი გამომწერია თუ საერთოდ არ აქვს მაგას მნიშვნელობა და კაც მარტის ვინ გაიმარჯვებს ხო და მოკეთ ძალიან კარგი იქნება ჩემი მულიშვილისთვის არნასთვის ვეძებ საჩუქარს უკვე ქონდა დაბადების დღე მაგრამ ხა ვეძებ მოკლედ ხო და რა ბეჭდებს მომეწონა ხალხო არსად არის 15 ზომა არსად რა სამკაულიც მომეწონა ესე იგი ყველგან იწყება 16 ან 15 ვერაზე ბავშვის ზომები ავდანო შეიძლება 15-იც არ აქვს ანუ ჯერ ხუცით რა გავხდა და ფარფატა და კიდე გახდა ხო და მოკლედ ვეძებ გამწარებული რამე ისიც სადაც რა თქმა უნდა აჯაბაჯე რაღაცებს არ იყენებს არ მოწონს ხო და ის მალეითაც აჯაბაჯე არც მე არ მოწონს ძალიან დიდ გადატვირთული და ხო და მე მახსოვს ერთხელ ჩემმა ნაცნობმა იყიდა ოქროს ბეჭედი და ძალიან გაგიჟებული და გახარებული იყო და რა თქმა უნდა ხა ადამიანები ბედნიერება გადამდებია ზოგადად ხო ეს ბედნიერება და აი მე რო აი რა ლამაზია ვერ თქვი ხალხო გაუღე კილოცამეთი ძალიან კარგია მე საერთოდ მიყვარს სისადავე სამკაულებში ნუ გააჩინე ხანდახანაირად ცოტა გადატვირთული იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისეთი დამაცვია რაღაც მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო ისე მიყვარს რა სადა ანუ რაღაც ისე შემეგეთ გადატვირთული იყოს ხო და აი ტყე აბასთუმნის ტყე იყო თითის დედას გებსით ფოთლები დავთვალეთ ანუ აი ეგეთი რაღაცა თაიგული იყო შეკრული რაღაცა ტყე პარკი თავისი ფოთლი თლადასით გადატვირთული არ მიყვარს მაგრამ მე მახსოვს მაშინ ძალიან ძვირი მისცა იმიტომ რომ ზოგადად გრამიც ბევრი იყო და ძალიან ძვირი გადაიხადეს და მეთქი გულში ფიქრობდი რომ რომაჩუკო არ მიდა ანუ აი ვერ გავიკეთებ და სულ ამობდი ხოლმე რომ მე აი კუბას უნებდი ხოლმე რომ რაღაცა ბეჭედი და ჩუქება და საერთოდ გეხვეწები მე ვთქვა რაღაცა ჭრელა ჭრულა დიდი რაღაცა ბუკეტები მეთქი არ მიყვარს თუმცა ვისაც უყვარს იხდეს კიდეც რაღაცნაირად თითქოს მისთვის უხდება რა ეგეთ შეგრძნება მაგრამ რაღაცა იმას გავარ რა ქვია რაღაცა Tick email tick tick Amen cold morning drown lazy only cold ground everybody text on me okay to see Amen tick tick email tick tick Amen tick tick email tick tick ჯერა 11 წელი გუგუძლია მოგვიხე სკოლაში სიარული 11 ხალხო ახლა დაემატა მე-12 წელი და კანეს ჩვენი სიცოცხლე და თანხები აბა რეპეტიტორები და აბატკაცები და აბატკუცები და ჰარი და ვახალალე ჯერა 11 კლასის მერე უნივერსიტეტი დამთავრებულები ვერ სასაქმდებოდი ხო და მე-12-ზე ხო ვაფშე შეხედვათ სახში ყვავილები ვით მაგრამ კარგი ის იყო რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გენაცვალათ დოდონამ ვერ ჩამაბარებდით ხო 12 კლასი უნდა გქონდეს დამთავრებული და ამისათვის მადლობა. Hai ხალო. დამავიწო. ესე ჩამაგ.
კისრის ფიქსატორი. ხო მტკივა კისი. მაგრამ არ არის. მაინც ლამაზი ვარ რა, ახლა მე ფიქსატორიც მიხდება და თავზე როიც დავიდო რა მე შოკი. მეკიდა რატო ვინები. ახლა გამოვიდა სისხამდილით კობახა ხუჭით რომელია? მარიო ჩიმარო. ხო და გადაწყვიტა ამდენი ფიქრის მერე რა, მაგასაც ფიქრი უყვარს. ამდენი ფიქრის მერე რომ ткаცან შენი 12 წელი და ისევ ტყუცულ შენი 11 და ევროპა, ამერიკა დაშვიდანია, ვეღარავინ ვეღარ წავად სასწავლებლად და თავში ქვაგიხლიათ. ბატონო კიდაჩოლა დიდა ბატონო ხარხო კაც მარიცი რა ისწავლება სკოლებში. ახლა გააჩერე, გინდა კუბახა, გინდა ვინაირია კიდე ვიღაცა. თუ იცოდნენ საერთოდ აქედან იშლება წიგნი თუ აქედან. და საერთოდ რა წერია? ვერ გავიგებთ დაო. ვერ გაიგებთ რა წერია. დაიცათ უნდა გაჩვენოთ. მაგრამ სადამ აქ წიგნი მოიცათ. ხო რაზე პირად ვიცი. ახლა დაუშვათ ასე მიკავია კალამი. აქედან უფრო სწორია დავდო აქედან თუ აქედან. აჰა, ესეთი ამოცანები წერია და ვერც გაიგო და ვერც მალღმა. ყოველი სექტემბერი ხო ტანჯვა წამებასთან არის ასოცირებული. აჰა, გაივსო ფსიქიატრები. ფსიქიატრები გამდიდრდნენ. ფსიქიატრული ხახო ტევა აღარ არის. ვიცი გავერ დაეტია ჩემს სახში დავატიეთ ყურა უყოთ. ხალხო განათლების სისტემას მიხედეთ, კასპაროვარის რა წერია, ვაიმე ლექსები. უფალო ეს რა წავიკითხე. ახა მაგალითად. მე განათლებული ქალი ვარ და ზეპირად ვიცი. მაგალითად ხეზე ზიჩიკი, ой. გადახტა ჩიკი, ვაი. ახა, ეგ არის თქვენი განათლების დონე და თურმე კუბახა ვიფიქრა რა რეგულაციები გააკეთა. ხალხო ვერა გამტყუილა ხო არ იქნებიან თავრობაში. ხო რაღაცა ხო დააკეთო ადამიანმა ხმალა დამჭირდა ყვავილი ვთქვარი ჯდები. ხო და გადაწყვიტეს რომ მოდი რეგულაციები გავატაროთ. რაც გაატარები მაგაც ჯამშლობა გაგწებამი და შვილებს ხო შვილო. გინაცვალეთ დედამ. თქვენი ბალღები რომ ევროპებში სწავლობენ და ვაფშე ბასტიმუზე კიდიან ჩვენი შვილები რა სწავლობენ ხო? ერთი დღე იქნება ჩაგახტებით ხახაში და მერე დამადეთ ბურკილები. თელი დღე რას აკეთებ სახში, რას აკეთებ? არა ვარ სახში, კარნავალზე ვარ და ცეკვავ. დაში, ასე. კი, ძალიან ლამაზია. ეს გახლავთ დალუ მაგალერის სასწაულის სანთლები, რომელსაც აქვს საოცარი სურნელი და ყველაზე მთავარი არ არის შემაწუხებელი. ღამე რო გახსნი კარს და ასეთი სილამაზე დაგხვდებათ, თქო როგორ ხასიათი. ძალიან რთულია იყო მცირეწლოვანი ბავშვების დედა და ქმნიდე აი ამ სილამაზებს. სტარტაპს აუცილებლად ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. დაუდგეთ გვერდით პატარა გოგონას, რომელიც ძალიან ბევრ შრომობს სიტყვაზე მენდეთ. თქვენ აუცილებლად ნახავთ მის გვერდზე მის ნამუშევრებს. ხო, ნუ კი მოვიდა გათამაშებით, რომელიც მიმდინარეობს მის გვერდზე, თქვენ აუცილებლად უნდა გადაბრძანდეთ, ნახოთ პირობები და უმორჩილესით ხოვნა ჩემი გამოიწეროთ მისი გვერდი. მე ვუჭერ მხარს სტარტაპს, მე ვუჭერ მხარს მიჭერ ადამიანებს, ხო და თქვენი იმედი შევიტანოთ წვლილი მცირე ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ადამიანებს ძალიან ბევრი შეგვიძლია თუ ვიდგებით ერთმანეთის გვერდით. თქვენი დატონა. წინასწარ გიხდით ძალიან დიდ მადლობა. ვაიმე, მეტი ჯავრი და საფიქრებელი არ მქონდეს ახლა, ხო? რომ წავიდე იმიგრაციაში, ბალღები აჩინო და მე იქიდან გაჩინო. დასავნერული ახლა, მაგრამ ხალხო მე თქვენ ხო იცით ისა უბედურ ქალთა საბჭოში რომ მუშაობ. ხალხო შემატყვი და შეირყეთ ახლა ჩვენში დაჭე ჩვენ ერთ თუ კიდე შერყევა უნდა ისედაც უკვე გაქანებაზე ვარ და გამოქანებაზე. აბა დარეკა. ვიღაცა. არის ახლა მოგითხრათ ახლა იცნობთ? ხო? ის რო არის. იქ დაგჭერე რომ ლამარა ცხოვრო, ლამარა. გონგაძე.
ნუვრევია ხო გონგაჯი რო არის იქითა ჩასახვევში 11 ნომერში რო ცხოვრობს წითლად რო აკარი თუ ხო გადაყენებს გოგო ხო არა წითლად რო აკარი მაგაზე ვლაპარაკობ ვიღაცა არა ჩემი საქმე ხო და აბა ქუდუდი მიშველე და დედა მეჩი ქალო ფული უნდა მთხოვს არა და მე ვიფიქრე იმიგრაციაშია ჩემი ფული რატო და რა ვიცი სანამ გავიგე რა უწვა ჭვიშის ხოჭა მეკცა ეგეც რო დაიწყებს ვერ დამთავრებს რო დაიწყებს ამის მოყოლას ხალხო 7 წელი ყვება ვერ გაიგებ და რო დამთავრებს 5 წელია თქვენ გავიწყდება ხო რა ხდება ქალო მე უთხარ შევშფუთდი რა როგორც ვიცი ხოლმე გაგიჟებო აბა ჩემი ძალია ჩემს მესამეს და მიშველი კალო გეიკოლოგიაში მე არ მუშაობდა და გიშველო რა და მეთქი ვერ გავიგე რა უნდა და ვერ გავიგე მაგრამ მეთქი თუ და შეიძლება რაღაცა ნემსის გაკეთება ხო არ უნდა ან რაღაცა მე ნემსის კეთება არ ვიცი მაგრამ ვიშოვი რა ხალხს ხო კალათ დაურეკავ ეგთას გამომიგზავნის ხო ვიცი და კალათი ვიდარ კუკუ კალათი ხო და აი მე გაქიშებული ვარო და ჩამოვჯექი მეთქი სხვა რაღაცას მიყვება და აბა დაიწყე მე უთხრა თურმე აქ რო ყავს რძალი ნაცვალა მამიდა სიხაროს აი ჩემს მესამე აზია ლაპარაკი თუ და მეშვიდე გაიჩინოს ხო და რა ვიცი დღეს გამოვიარე ერთი ყადა ესა უიგური ვერ გავიგე ხალხო გამიხედე ერთი ხავს გამიხედე ორი ხავს გამიხედე მესამე საჩით არ ვიცი შვილებით კაცი ტყუსი ჩდებიან რა ხდება არ ვიცი რაღაცა ხوارი ვიცი ეგ არ ვიცი მიშველე ქუდუდი აბა გადაწყვეტილება მიუღია აჩეს და რა გავაკეთო კალო მე ვუთხარი იქ თუ აჩეს შერაშუაში ხარ რა უნდა გააკეთო რასთან დაკავშირებით ნერვიულობ მე ვუთხარი ხალხო ეს ახლა ისე ვუთხარი თორე აბა ჩაუცქებდით რა ხდება სამივე ბალღი არის ხო იმ დედამთილის სარჩენ საცხოვრებელი შვილი ყა კაცი ხო ეს რძალი მერან სამიდა სამდებს დაეთრევა მე ვუთხარი ეგ მაწაჭალა ღორი ხო და ღორი არ უნდა მეთქვა ეხლა რა ჩემი საქმე იყო აბობას ხო და რადგან დამირეკა აზრი მკითხა ხო და მე ვის ფულები დადის მე ვუთხარი ხო და აბა გავტყავდიო დოდი გავტყავდი მაგის სალონების ფულებით აბა გენეკოლოგების ფულებით აბა კაცებით აბა მშობიარობით აბა კუცებით ესაშვილი ვარგისის ერთე კაცის გადაყოლაფერი ხო და აღარ ვიცი რა ქნა ხო ვერ ვიტყვი არ გააჩინო და ქუდუდი მირჩიე რა ვუთხრაო მე ვუთხარი არ დაძრა სიტყვა თქვენ ხო იცით ახლა მე რო ადამიანს დავარიგები უკვე მძიმე აღარ არის წერტილია და კიდე მე ვუთხარი ბანკები всё ბარათები დაბლოკე და მოჭა მე ვუთხარი მაქსაბზე გაჩერდება და გააგრძელებს მე ვუთხარი ცხოვრებას გააჩერს ღმერთო ბედნიერი უყოფო და всё მე ვუთხარი აღარ შემოგებატებიან რა არის ნერვიულო მე ვუთხარი ხალხო თქვენი შრომით ხო გინდა 15 გააჩინეთ მაგრამ ახლა შეკაი ბაბიდაშვილო რო არიქა დედამთილი წავიდა და შენ ბალღები აჩინო და უნამუსო ქმარი ყავს წამოწოლილი და დედამთილი ვალდებულა ბუდიში ხო ახლა მე რო წავიდე უნამუსო შვილი რო ყავდეს და იმა ბალღები აჩინოს აღარც მიდა რამე ვთქვა ხო ვის უჩენ შეჩვისში გაიჩინე შვილო ერთი შვიდს ვიშუჩენ ხო უნდა ვიწამო მთელი ცხოვრება იმიგრაციაში და დავბედი და ბოდიში ხო რა უნდა მეთქვა მე ვუთხარი გადაკეტი ბანკის კარებები მე ვუთხარი და ვნახავ ერთი რომელ სალონიდან გამოვა რომ დადგება და თვის დახვევა სახში დაიწყებს მე ვუთხარი არ აქვს ჭყვენიათ ხალხო არ აქვს ჭყვენიათ რომ აი ესე ყრიხად სახში უნამუსო ქმრები და კაცი და კუცი გაქვთ
ხალხო მე ხო იცით ვინ კუნალ და თვალები აღარ მიფართოვდება ისე რა, მაგრამ მაგაზე ხურვა მომასხა, ტვიშმა სისხლი ყო, ამერიკაში გადაასხა. აი ხო ვიკაი ბაბიდაშვილო. ხო, კანი, წერტილი. მე ჩამყავს ბალღი ერთი ჩაი. ამაზია დედასავით და ხალხო. ხო, აი, ყველაფერი, ქუსლის უჩებდანი ლამაზია.